დილამშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 28 იანვარია, ოთხშაბათი, ეთერში ერთსულუნების დილა. გეგინემ სიწვერძესთან და სოფიო კუჭავასთან ერთად ყველას მშვიდობიან, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. დილამშვიდობისა, მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. ჩვენ კი შევეცდებით საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ. ვიდრე რაც უნდა გადაცემის ანონს ნახოთ პირველ რიგში საეკლესიო კალენდარი და გავიგოთ ვის იხსენიებს დღეს 28 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 28 იანვარს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა სალომე უჯარმელს და პეროჟავრა სივნიელს, წმინდა დიდებულ მოწამეს არჩილ მეფეს, ღირს პავლე თებელს და იოანე გლახაკს, ღირს მოწამე პანსოფი ალექსანდრიელს, ღირს პროხორეს და გაბრიელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველაზე ლოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. პირველი სტუმარი მოწყარი იქნება შემოგვერდება ნაძალოდებში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი. მოწყართან ერთად ვისაუბრებთ თემაზე ქრისტიანობა და მისიონერობა საქართველოში. საფრანგეთის მართლმადიდებლური სიწმინდეები და წმინდა ადგილები. გამოიცა ამ სახელწოდების გზამკვლევი მომლოცველებისთვის, რომელიც ბევრ საინტერესო ინფორმაციას აერთიანებს. გზამკვლევის შესახებ უფრო მეტს შევიტყობთ ავტორისგან, რომელიც თავად ცხოვრობს საფრანგეთში ოჯახთან ერთად და რამდენიმე დღით არის საქართველოში ჩამოსული. თემზე სასაუბროდ შემოგვერთდებიან გზამკვლევის ავტორი, მწერალი, გამომცემელი მაქსიმე ვალიაშვილი და საბურთალოზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მომლოცველთა ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ბზვანელი. დღეს ასევე გვექნება ჩართვა იაპონიიდან, სადაც მიმდინარეობს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დარგში იაპონია საქართველოს ერთობლივი პროექტი. დედათა და ბავშვთა სამსახურის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. პროექტს ჰქვია უწყვეტი მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის წიგნის დანერგვის მიზნით. უფრო მეტ შევიტყობთ სტუმრებისგან, ჩაგვრთვებიან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა და უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში მედიცინის დოქტორი ვერიკო ბაზიარი. საინტერესო გადაცემა გეულდებათ წინ, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. ახლა ვნახოთ ამდის პროგნოზი და ერთად შევტყოთ როგორი ამდია მოსალოდნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში.
დაუბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვიერთდა ნაძალადებში მდებარე ივერიის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი. დილომშვიდობისა, მამა ირაკლი. დილომშვიდობისა, მოგესალმებით და გლოცავთ ყველას გილოცავთ ხსენებას წმინდა სალომე უჯარველისა და წმინდა პეროჟავრას სივნიელისა. საქართველოს საკმაოდ ბევრი სალომე ცხოვრობს, განსაკუთრებით სალომეებს მიულოცავ და ღერთმა ჭინება შეეწიოს მისი ლოცვა მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს. დიდი მადლობა ჩვენს გილოცავთ დიდი სიყვარულით. უნდა ვისაუბროთ ქრისტიანობა და მისიონერობა საქართველოში. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი სასაუბრო თემა, თუმცა ბუნებრივია ვახსენოთ წმინდა სალომე უჯარმელი, რომლის ხსენებასაც აღნიშნავს დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. სამწუხაროდ არ გვაქვს ბევრი ინფორმაცია წმინდანის შესახებ, თუმცა ორი სიტყვით შევეხოთ მის მოღვაწეობას, მის ცხოვრებას და შემდეგ ჩვენ მთავარ სასაუბრო თემას დავუბრუნდეთ. დიახ, პირველ რიგში მადლიერებით უნდა მოიხსენიო და შევეხოთ მათ ხსენებას, რადგან რო არა წმინდა სალომე და პეროჟავრას სივნიელი ჩვენ არ გვექნებოდა წმინდა ნინოს შესახებ ცნობები და მისი ცხოვრების, მისი ღვაწლის შესახების და დაწვრილებითი როგორც ეხლა გვაქვს, ვიცით ეს ისტორია რომ წმინდა სალომე და პეროჟავრა იყვნენ უახლოესი თანაშემწერი წმინდა ნინოსი. აღსანიშნავია ორივე იყვნენ სამეფო გვარის წარმომადგენლები, კერძოდ წმინდა სალომე იყო სომხეთის მეფის ასული და ასევე მირიან მეფის ძის რევის მეუღლე და წმინდა პეროჟავრას ქართლის ერისთავის მეუღლე და აქ აღსანიშნავია რომ მიუხედავად დედოფლობის პატივისა ასეთი ძალიან დიდი მაღალი მდგომარეობისა ისინი გახდნენ წმინდა ნინოს არა მარტო მოწაფეები, არამედ თანაშემწენი, თანამემუშაკენი, მისი ტანჯვის, დევნის და გასასწელების გამზიარებელი უშუალოდ. მარტო ეს ცნობები გვაქვს, რადგან ქრისტიანობის გავსება ესეთი მარტივი არ ყოფილა, როგორც გაქრისტიანება მოხდა თქვა მცხეთაში, მთელი ერის მოქცევა, როცა რეგიონებში იყო საკადაგვი, საკმაოდ დიდ და გასასწელებს და დიდ პრობლემებს შეხვდა წმინდა ნინო, რომელსაც გადავიდა შემდეგ საკათაგებლად ჯერ თიანეთში, შემდეგ უკვე კახეთში და სწორედ ერთ-ერთი მისი თანაშემწე იყო სალომე, რომელიც მათ წმინდა ნინოს შთაგონებით და მირიან მეფის ბრძანებით ერთ-ერთი ჯვარი, სამი ჯვარი წმინდა ნინოს მიერ გამორჩეული, სწორედ უჯარმაში აღმართა ნიშნად აი ძლევამოსილებისა და იმედისა, რომ ღმერთზე და ჯვარს მკრესეს სასუებელი ეს ქალბატონები აპირებდნენ ამ კახეთის უდიდესი და ურთულესი მხარის მოქცევას სარწმუნოებაზე, თუნდაც კახეთი, კუხეთი, დაბა ბოდინი, სადაც წმინდა გასასვენებელი პოვა საკმაოდ რთულად დასახლებული ქართული ტომებით იყო რთული ცხოვრების წესი, ძალიან გაჭირდა იქ გადაგება და აი წმინდა ნინომ თვითონ აირჩევა ესეთი გარდამოწა გვაქვს სწორედ ბოდბეში გაატამა უკანასკნელი თავის ცხოვრების წლები, რადგან აი ყოლადად აქ გაჭირდა ქრისტეს სიტყვის მიღება და გადაგება და მას ყოველთვის თან ახლდა სალომეს და პეროჟავრას და როცა უკვე წმინდა ნინო დასნეულდა მოხუცდა სასიკვდილო სარეცეზე იწვა, აი ამ დროს შეკადრეს როგორც უახლოესმა მისმა მოწაფეებმა და თანამემუშაკემა სალომემ და პეროჟავრამ მოეთხრო, მოგვითხრე ხო ის სანატრელო, თუ ვითარ, ანუ ვითარ და როდის მოხვედი, როგორ მოხვედი, რატომ მოხვედი ჩვენს ქვეყანაში და ამხელა ღვაწლი აღასრულეო და სწორედ წმინდა ნინომ აი ამ დროს მოუთხრო მისი საკვირველი მანდა ცხოვრების შესახებ, ჯერ კიდევ მოვიდნენ დაწყებული, ვიცით ჩვენ ახლა ხავს ქონდა ხსენება ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენებას, თუ როგორ 12 წლის იყო ჯერ კიდევ როგორ ითხოვა ღვთისაგან ითხოვდა რომ ღირსი გაეხადა ღმერთს იმ ქვეყნის მოხილვისა და მისი მასში დავანებულ უდიდესი სიწმინდის უფლის კვართის მოლოცვისა ღირსი გაეხადა უფრო მეტი მისა ვიდრე ითხოვდა მოუთხრო ღვთისმშობლის გამოცხადების შესახებ, ვაზიჯურის შესახებ, მოუთხრო თავისი ურთულესი გზის შესახებ, რომელთაც საქართველოში შემობრძანდა, რა თქმა უნდა, შემდეგ აქ მისი გადაგება უამრავი სასწაულების შესახებ, შემდეგ გაქრისტიანების, მეფის მოქცევისა, ნანა დედოფლის განკურნების და ასე შემდეგ და სწორედ აი ესე მოიმარჯვოს საწერილი საშუალებები წმინდა სალომე პეროჟავრამ და ესე შემოგვინახეს ედმიწეთ ნინოს ცხოვრება და ამისთვის ჩვენ მადლობთ და მევედრებით რომ ზეციური საქართველოსთან დაგვაკვირდონ ეხლა წყალობა და კურთხევა და მადლი დიდებულმა წმინდანებმა. მამა ირაკლი 2026 წელს 1700 წლის თავს აღნიშნავთ ქართლის მოქცევიდან. ჩვენი მთავარი სასაუბრო თემა დღეს როგორც აღნიშნეთ და უთხარით უკვე მაყურებელს, ეს არის ქრისტიანობა და მისიონერობა საქართველოში. რა მნიშვნელობისაა მისიონერობა ზოგადად და რას გვაძლევს ქრისტიანობა, რა მოგცა 17 საუკუნის წინ ქრისტიანობის მიღებამ, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ ჩვენი ქვეყნისთვის? დიახ, ყველაფერი შეიძლება ითქვას ესე ცალსახად, ზოგადად ქრისტიანობა არის მისიონერული სარწმუნოება, განსხვავებით სხვა რელიგიებისა, რომლებიც ვრცელდებოდა უახლოეს, თუნდაც წარსულში ცეცხლსა და מחვილით და ზამომრეობით, ბრძანებით ერთგვარად ყოველთვის ქრისტიანობა პატივისცემს დღესაც, რა თქმა უნდა, ადამიანის თავისუფალ ნებას და მხოლოდ აი ესე კეთილებით ქადაგებით და პირადი მაგალითით ვრცელდებოდა და გავრცელდა მსოფლიოსა ზედა. აი ერთ-ერთი
ეკლესიის მოღვაწე აღნიშნავს ჩვენ რომ წარმოვიდოთ რომ მოდის ერთ-ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ძალიან ღარიბულად ჩაცმული რომ მარტო ორიოდე წიგნი უჭირავს ხელში მეტი არაფერი არაბადია და რომ სადმე ვიხარ რომ კითხოთ რომ გითხას რომ სოფლიო უნდა დავიპყრო და მოვაქციო ალბათ ვიტყვით რომ ეს თლად ნორმალური არის კიდევ წარმოუდგენელია ყოველგვარი ძალის გარეშე და სწორედ ასე მოციქულები მართლაც თავის სახარების იმედად წიგნი ამას გულისხმობთ მოედნენ მთელ სოფლიო შეიძლება ითქვას როგორც ფსალმუნის ჩვენ მუხლი თუ გალობთ ყოველსა ქვეყანასაც და განხდა ხმამათი და მართლაც ყოველთა კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათ თელ სოფლიოში მათ გაავრცელეს ქრისტეს სარწმუნოება ისევე როგორც რა თქმა უნდა საქართველოს იყო გაავრცელეს როგორ სიყვარულით რუდუნები ძალიან დიდი შიმშვიდით და თავისუფალი ნების პატივისცემით და არა თქვა სამომრეობით და კიდევ როგორც აღნიშნე ადამიანებზე გარკვეული ზეწოლის კუთხით და ეს არის ქრისტიანული სარწმუნოების მთავარი ნიშა დღესაც ბუნებრივია იესო ქრისტემ როცა პირველი გამოეცხადა მოციქულებს დაკურთხა რა უთხრა რომ წარვდა მოიმოწაფენით ყოველი წარმართა ნათესებმაც სახადათა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა და ასწავეთ მათ დამახვალ ყოველი რაოდენი გამცეთ თქვენ წარვდა მოიმოწაფენით და ამცენით ეს ქრისტიანმა ესე ვცელდებოდა სიტყვით ხოლმე და ის იმხელა რა თქმა უნდა ჭეშმარიტი მოძღვრებაა რომ ადამიანები თავისუფლად იღებდნენ ზოგი არ იღებდნენ მაგრამ აქ ძალა რა თქმა უნდა არავის არ დაუტანებია და ასევე გრძელდება დღესაც ამიტომ ჩვენ გვინდა არ გვინდა დღევანდელი ქრისტიანებს არა მარტო მოძღვრები ხას უსმევ ვართ რეალურად ქადაგებელნი და ეს მისიონერობა ჩვენ სარწმუნოების ამ ფორმით ყოველთვის იქნება მო ქადაგება მაინდამაინც დღეს სხვა ფორმა აქვს ახლა არ დავდივარ წიგნები და კარდაკარ მაგრამ ჩვენი თითოეული ქმედება თითოეული ჩვენი საუბარი რა თქმა უნდა ცხოვრების ეს არის ქადაგება ჩვენი შინაგანი მრწამსის და ამიტომაც როცა დღეს ჩვენ რაღაც მდგომარეობაში როცა ვართ სულიერი კუთხით მადლობა ღმერთს უკეთესი ვიდრე წინა პერიოდში იყო კომუნისტური პერიოდის დროს ეს ღვთისწყალობა მაგრამ უკეთესი რო არის ხოლმე ჩვენი ნაკლები მისიონერობის ხარისხის ბრალია ჩვენ უნდა ეს გავითავისოთ რადგან წარმოვიდგინეთ წმინდა ნინო რომელსაც ჰქონდა წრფელი სარწმუნოება და სარწმუნოება მარტო ესე ღიად არ არის ამაში ეს მოიცავს თავისთავად იმედს და ღმერთზე მინდობილობას და რა თქმა უნდა მე სიყვარულს ღვთისა და მოყვასისა იმდენი შეძლო რომ წარმართის სიბნელეში მყოფი ჩვენი ქვეყანა თლიანი ქვეყანა გააქრისტიანა და ამიტომ ჩვენ თავში დავავალოთ აბა მოვიდეთ ჩვენც ვიყოთ მისიონერები და მქადაგებლები მოვაქციოთ ჩვენ ოჯახის წევრები აბა ვცადოთ უნდა მოვაქციოთ ვცადოთ კი არა ჩვენ მოვალეობაა და თუ ვერ მოვაქციეთ შედეგებიდან ჩვენ ვიმჯერდოთ რამდენად მაღალ ხარისხია ჩვენი შინაგანი რწმენა რამდენად საკმარისი იყო ხანდახან ჩვენ თვითონ მოსაქცევები ვართ ისე მოგდის შესწავლები ხო უნდა მოვაქციოთ ჩვენი მეზობლები ჩვენი გარემოცვა ნადესავი მეგობრები სამსახურის თანამშრომლები თუ ნამდვილად წმენდა გვექნება და რახან ესე არ ხდება ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ რეალურად თქვა ეს არის რაც ქრისტიანობის ბრალი სულაც არ არის ეს არის ჩვენი არასრულყოფილი და ღირსი მისიონერობის ბრალი და ამას ნამდვილად სწორად შვება ჭირდება რადგან მამები ჩვენ გვიხსენ და მარტივად რომ ყველა ნამდვილი მორწმუნე არა მარტო სასტუპერს არ გულისხმობ შეიძლება ჩვენც არ ვიყოთ ხანდახან ნამდვილი მორწმუნეების უღირსების გამო არის ანთებული სანთელი ეკლესიის წევრს გულისხმობ და რომელიც არ არის მოქცეული არ არის მოქცევის გულისხმობ არა ეკლესიური არა ქრისტიანის ხუთ მაცხოვრებელთა მონათული შეიძლება არის ეს არ არის საკმარის არის ჩამქრალი სანთელი თუ შენ მართლა ანთებული სანთელი ხარ და გაქვს ურთიერთობა პირადული მეგობრული ნათესაური მეზობლური აუცილებლად შენი ანთებული სანთელით რო გადაუკიდო სანთიმეტრად ხო გადაიკიდება ზედმეტი ძალმომრეობის იძულებისა თუ ზეწოლის გარეშე ასევე ისინი წაინთებიან რწმენაში თუმცა დრო უნდა რა თქმა უნდა ჩვენ ვეცადოთ რომ ჩვენი სანთელი ავანთოთ როგორც წინა სერაფიმ საული გვაუწყებს და გვაიმედებს მოიპოვოთ შენ გამო ათასები ცხონდებიანო და ერთმანეთს შეგვაძლებინოს. სავანიერ დღეს მრავალი ტაძარია, მრავალი მოძღვარია და ყოველს შეუძლია რომ მივიდეს ტაძარში, მივიდეს მოძღვართან და მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღონ პასუხები და შემდგომ თავისთავად კი რა თქმა უნდა სწორ გზაზე დადგებიან და რაც შეგვეხება ჩვენ არასასულიერო პირებს ასე ვთქვათ, რა არის ჩვენი მთავარი საშუალება ასე ვთქვათ და იარაღი შეიძლება ვიღაცამ არ იცოდეს ვთქვათ ამონარიდებიზე პირად ხო წმინდა წერილიდან მაგრამ ალბათ დამთანხმებით რომ თუნდაც იგივე ჩვენი ცხოვრების მაგალითით შეგვიძლია ჩვენ რომ მათზე გარკვეული კეთილი ზეგავლენა ვიქონიოთ ამ კუთხით და მაგალითები გავხდეთ. აუც ყველაზე ქმედით იარაღი ეს არის საქმე. ეს საქმე ლაპარაკის ნაცვლად ეს მოციქულებრივი ტერმინია, სულაც არ არის პოლიტიკური დევიზი, როგორც მამალმა გამოიყენა, ყველაზე კარგი ქმედის საშუალება ეს არის საქმე. ეს ევალება რა თქმა უნდა სასულიერო დასას და ევალება ერის კაცსაც. და
და არ არის მაინდამაინც აუცილებელი ზეპირად ცოდნა, თუ ძალიან კარგია, ცუდი კი არ არის წინა წერილის ან მუხლების ზეპირად მოშველიება, თავარი არის ხედეთი არის საქმე. სადაც ზოგადად ადამიანები ესე ვართ მოწყობილი ჩვენ თუნდაც არა რელიგიური თუ რელიგიური რომ ვიცით რომ შვილი არის ოჯახის სარკე, ხო სწორია? და როცა რაღაცა თქვა კარგი ოჯახის შვილია და საზოგადო მისგან ძალიან ბევრს მოელის, თუ ესე არ ხდება, მაშინვე ხელს იშვერენ ოჯახისკენ, რომ აი ამ ოჯახის შვილს ესე არ ეკადრებოდა, ამ პირიქით შეება არასდრო ისე შესაძლებელი ოჯახი ყავს და შვილი კარგი გამოda უკვირთ როგორ ამ ოჯახის შვილში როგორ ამ ოჯახის შვილი როგორ გაიზარდა ესეთი. ჩვენ ვართ ყველამ უნდა გავითავისოთ, ქრისტიანი მონათლები ხო ვართ ყველანი, ვართ ეკლესიის ამ ოჯახის წევრები და შვილები. და როცა ეკლესიიდან გამოდის ადამიანი, ეკლესიის წევრია ხო, მონათლული არის და მაცხოვრებელია, ის ავტომატურად თავის ოჯახის სახეს წარმოადგენს. და საზოგადოება ჩვენ გვაკვირდება და გვიყურებს და რეალ თუ ეკლესიური ხარ, შენ ამ ოჯახის წევრი თუ ხარ რეალურად და საქმით არა სიტყვით მარტო და მონათლით ხო? შენ აუცილებლად უნდა საზოგადოება შეიტანო ის ნათელი და ის მან რასაც ეკლესიაში იღებ, რასაც ეკლესია გასწავლის. ეკლესია რას გვასწავლის? იმას, რაც იესო ქრისტემ გვასწავლა, რომ უნდა ვიყოთ შვიდნი, მომთმენი, მობიერნი, მიმტევებელი, მოსიყვარულენი, ვართ კი ესეთები. და ესეთი თუ საქმით ჩვენ გამოვიტანთ ასეთ ქრისტიანობას, ასეთ ეკლესიურ ოჯახიდან, ესეც უნდა გამოვიტანოთ, ეკლესიას სხვანაირ შეუძლებს ხარბას არც არ გვასწავლის, ასე და ესე მოხდება შემდეგ ჩვენი საქმით მრავალთა დაინტერესება ეკლესიისა და რა თქმა უნდა მრავალთა მოქცევაც კი ვარ. თუ ჩვენ არაფერი შეგვეტყო მიუხედავად წლებისა, ჩვენ ეკლესიურობისა, აქ რომ სიგნალში არ უნდა ჩაგვიწეს მრავალი წლიან გამოცდილება თუ ეკლესიას საქმეში უნდა გამოჩნდეს, თუ არ შეიცვალა ჩვენში არაფერი, მაშინ ეს სამწუხაროდ ესეც ქადაგება, ესეც მისიონერობა, მაგრამ რა თქმა უნდა ანტიეკლესიური, ანუ არა სარწმუნოებრივი და არა შედეგის მომტანი, არ ჩვენი სულისთვის, არ ჩვენ გარშემო ყოფილი ადამიანებისთვის. ჩვენ შვილებსაც რაც უნდა ვასწავლოთ, ის არის, რაც უფალი გვარიგებს, რომ გვიყვარდეს მოყვას ჩვენი ვითარცა თავითვისი, ხომ შესაბამისად, როდესაც ამ მიმართულებას მივცემთ ჩვენ შვილებს, რომ ის რაც არ უნდა თავის თავს სხვამ გაუკეთოს, შესაბამისად, არც სხვას არ გაუკეთებს იგივეს, ხომ? და ეს უკვე წარმოშობს თავის თავად სიყვარულს, როდესაც სწორად აუხსნით, რომ მოყვასში არ მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლობლები იგულისხმებიან, არამედ სხვა უცხო ადამიანიც, ხომ? არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ის. რა თქმა უნდა, ქრისტიანული ღირებულები ზოგადად ისეთი დღევანდელი ტერმინებით რო ვთქვა, ყველაზე მეტად ჰუმანური თუ სადმე რამე ღირებულება, სადმე რამე მიდგომა თუ ტოლერანტობის ყოველ სწორედ ქრისტიანობაშია. ამიტომ ქრისტიანობას წინამორბედს უწოდებენ ქრისტიანი არის მშვენება საზოგადოების. აი ნებისმიერ სამსახურებს ხელმძღვანელს სიხარულით უნდა უნდოდეს და უხაროდეს ეყოლება ნამდვილი ქრისტიანი თქვათ, ვიცი ხელქვეთი საქმე ის იქნება აუცილებლად ერთგული, იქნება სანდო, იქნება რა თქმა უნდა მორჩილი, სხვანაირ შეუძლებელია და ყველა სფეროს ნებისმიერ სფეროს წაადგება ესეთი მუშაკი. თუ ხელმძღვანელს მithmetes ხელმძღვანელს მეტი მოითხოვება უნდა იყოს ასეთიც, ის სფერო აუცილებლად წარმატებული და აუცილებლად დაფასებული იქნება, თუნდაც ამ ქვეყნების საზომის მიხედვით და ამიტომ ქრისტიანობა ეს არის სული საერთოდ ამ სამყაროსი ნებისმიერ საქმეში და თუ ასე ივიცხოვრებ ჩვენ, რა თქმა უნდა ძალიან დიდ შედეგს მივიდა, თუნდაც საერთოდ ცხოვრებაში მიიღებთ არა მარტო სულის ხონებისა და განაწმენდის კუთხით ბუნებრივია. დიახ. მამაირაკ, აი მისიონერობის სირთულეს რომ დავუბრუნდეთ. ისევ აი ყველა საუკუნეში ნებისმიერ პერიოდში ალბათ რთული იქნებოდა ხომ ბუნებრივია მისიონერობა, მით უმეტეს მეოთხე საუკუნეზე, როდესაც ვსაუბრობთ წმინდა ნინოს ცხოვრებიდან, ისტორიიდან თუ მოვიყვათ ფაქტებს, მეოთხე საუკუნეში მეფე მირიანს და დედოფალ ნანას ასე მეძღვრად დაუდრიე, შესთავაზო, ასე ვთქვათ და იქადაგო ჭეშმარიტი სარწმუნოება, ეს ძალიან რთული გზაა ალბათ და ნებისმიერ პერიოდში ეს იქნებოდა ალბათ სირთულე. რა შეგვიძლია ამის შესახებ რომ ვთქვათ, როგორ შეიძლება რომ მოახერხოს ადამიანმა, შემდგომში წმინდანმა, წმინდა ნინოზე ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება რომ ამ ურთულეს პერიოდში მოახერხოს ადამიანმა ჭეშმარიტი სარწმუნოება გაავრცელოს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ შემთხვევაში, როდესაც ქართლზე ვსაუბრობთ. დიახ, რა კარგი შეკითხვა. დღეს მართლაც არის ამ მხრივ რთული პერიოდი. იმიტომ რომ დღეს სულ სხვა გამოწვევებია, სულ სხვა სირთულეებია. ძნელი დასამტკიცებელია ხა რა თქმა უნდა, რომელი უფრო რთულია ეს თუ შედარების კუთხით ყოველ დროს თავისი პლუს მინუსი ქონდა. დღეს სხვა მტერია, უფრო მზაკვარია, უფრო გამოცდილია. აგერ 21 საუკუნოვან უკვე ქრისტეშობიდან ამ რწმენასთან მებრძოლი ბოროტი ძალა დემონი სატანა 1000-ნაირ დახელოვნებულ საშუალებას იყენებს და თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას მას უფრო აძლევენ ხელს და უფრო მეტად წარმატებით აკეთებს, ვიდრე თქვათ, მაშინ ესე პირდაპირი
დარტყმა ეკლესიაზე, რომ ან პური ან ჯვარი მოწამეობა თუ არ ყოფა და ამ დროს ნამდვილ მოწმედან უფრო შეიძლება ითქვას განამარტივი იყო, რა მინდა თქვა, რომ უფრო მზად იყო, რომ ამ არჩევს გასაკეთდა. დღეს დახელოვნებულად გვიდევს ამ არჩევნას პოროტი ძალა ყოველდღიურად, ყოველწუთიერად რამოდენიმე დღის განმავლობაში, რომ დააკვირდეს სულ ისევე სარჩევანია ღმერთი თუ ეშმაკი, ცოდვა თუ მადლი, თავშეკავება თუ თავისუფალინება, არასწორი თავისი არასწორი გაგებით და ნებების მოთოკვა თუ თავშეუკავებლობა და ეს ყველაფერი იმდენად ხშირი ხდება. დიახ, კეთილბოროტი ნათელი თუ ბნელი ეს ყოველდღიურად არაერთხელ ჩვენს ცხოვრება, ჩვენს გარჩევის სულში აღესრულება და ძალიან რთულია აი ამ გამოწვევებში, როცა მტერს ამდენი საშუალება აქვს, ბერკეტი აქვს ქრისტეს სიტყვის გავრცელება, თუმცა სადღაც სირცხვილია, რომ ჩვენ დავიწუწუნოთ ჩვენ დროზე და სირთუზუცა გვახსოვთ უნაცინანინოს დროს, რომ ძალიან ბევრ ქადაგებას ძალიან მალე სიცოცხლის ფასտ უჯდებოდა ქრისტეს მოძღვრებს ერთგულება. არა მარტო ქადაგი არ დადიოდა, კი არ უწევდა, კი არ ესაუბროდა, თუნდაც იმიტომ რომ ერთგულებდა ქრისტეს წმენას. მარტო ამიტომ ხოცავდნენ ადამიანს, ის იყო ქრისტეს მორწმუნე, რომ გულზე ჯვარს ატარებდა მაგალითად ან არ მიიღო მონაწილეობა კეფ თაყვანისმცემლობაში და ეს ძალიან რთულია. ამისთვის ხა ჩვენ რო თქვა ნეტა იმ დროს მეცხოვრა იციან ხოლმე ესე ჩვენ ვიცით ახლა რაღაც თავის მოწმობა ასე ვიზად ვისაც ვერაფერსაც ვერ იზარ. ჯერ ერთი შემთხვევით არა რატო იმ დროში არ ცხოვრობ, რა დროშიც გაგაჩინა ღმერთმა, იმ დროში ხარ საჭირო და დროში შეიძლება შენი სული ცხონება თქვა ღმერთი არ მოგვიყვანდა, მაგრამ არ უნდა შეურიგდეთ აი ამ ბრძოლას, არ უნდა ქრისტიანი არ შეიძლება რომ ბრძოლაში არ შევიდეს, ამიტომაც ინათლება ქრისტიანი როცა ინათლება ეს ქრისტეს მხედარი ეწოდება და როგორც შეიძლება ჯარისკაცი მხედარი როგორ შეიძლება ბრძოლაში არ იყოს, მაშინ ესე ჯარისკაცი იქნება, ხო? იცით რომ ხმალიც ვადაში ჟანგდება თუ არ გამოიყენა. ასევე ჩვენს ბუნებრივი მდგომარეობა ქრისტიანთვის ეს გამოწვევები, ეს სირთულეები, ეს ბრძოლაშიც ახლა ეს თვერი ცხოვრების ბრძოლა თუნდაც ჩვენთვის. ბრძოლაში ხანდახან ხდება დამარცხებაც, ერთი ბრძოლაში დავთმოთ ჩვენ დავმარცხდეთ. თავარი ომი უნდა მოვიგოთ. ეს ომი უნდა მოვიგოთ ნეტა რა გვეშველება, ეს კითხვა მოხსნილია. ნეტა ომი როგორ დასრულდება? ომი მოგებულია. ქრისტემ გაიმარჯვა უკვე და გვეპატიჟება ჩვენ რომ უგეშინიათ, რადგან მე მიძლევი ეს ოფესა. ჩვენ უკვე გამარჯვებულ ომში ვარ ჩამოლები. დადებული ბედნიერებაა, როცა სარდლად ასეთი ყავს სარდალი გამოსილი, გამარჯვებული ძრემოსი როგორც იესო ქრისტე, რომელსაც თავად ყველა დიდ საფრთხეზე, საფრთხობელაზე, ეშმაკზე და სიკვდილზე გაიმარჯვა, ხო? ამიტომაც როგორც ყველა ამ თავარ სარდალს ხელმძღვანელს თუნდაც ბრძოლაში მოსწონს და ჭირდება თავის რაზმში რომ ყავდეს თუ ლაშქარში თავდადებული მეომრები, ვაჟკაცები და არა მხტალები და არა მოღალატენი, ასევე ქრისტე გვიყური, რამდენიც შენ ამ ბრძოლაში რომ ჩაივიდე, ხან მოინათლე ამ ხმალს, ამ ფარს, რომელიც არის სიტყვა ღვთისა, მარხვა, ლოცვა იყენებ თუ უბრალოდ დადებ და მტერს ჩაბარდები ესე. და ესე არის ყოფიერშიც მტერს ჩაბარებულ და მოღალატე ჯარისკაცო თავის მიატოვებს თავის ამალას მას აუცილებლად მტერი სიკვდილის ჯიშს ხოლმე იშვიათად რომ დაუფასოს ის დასანახა თავიდან. ასე რომ ჩვენ ამ ბრძოლაში შევსწავლოთ შევშვენდეს ქრისტიანებს. ამ ბრძოლაში შეიძლება დაიჭრა კიდევაც, შეიძლება კიდურის დაკარგვა ყველა ჯვარი წერია, ყოფიჩი ხო ესია, მაგრამ თუნდაც შეიძლება მოკვდი ამ ბრძოლაში, მაგრამ ბრძოლაში დაცემულს გმირებად რაცხავენ და ბრძოლიდან გაქცეულებს, ამ ბრძოლაში შეშინებულებს და ბრძოლაზე უარისქმნელებს გაჩრება და ეს არავის არ უნდა გვინდოდეს. ასე რომ ეს გამორგონებაა ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ და ღმერთის შემწეობა აუცილებლად ყველას მეტად მეტია ბრძოლა. მეტი სირთულეა, მეტი მალე და ღვთის წყალობა გვექნება და შეუძლებელი არასოდეს არ იქნება და ვერ იქნება ამ ქვეყანაზე ქრისტეს სიტყვის გავრცელება და ქადაგება. თუ ეს შეუძლებელი გახდება, მაშინ ეს ქვეყანა და ეს სამყარო აღარ იქნება მოგიხსენებათ. და ის უფროს თაობაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ხო ჩვენ როგორ მივაწვდით ამ ყველაფერს ჩვენ შვილებს, იმიტომ რომ თქვენ სწორად აღნიშნეთ, დღეს შეიძლება არავინ არ გთხოვს რომ თავი გავწიროთ და ჩვენ სიცოცხლე დავთმოთ, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შვილებს როგორ აღზრდით, ხო? იმიტომ რომ როგორც ბრძანეთ ეს ცოდვები ძალიან კარგად არის შეფუთული. იგივე თავისუფლება მოწოდებული არის ისე რომ ვთქვათ რაღაც მითითებებს თუ მისცემ შეიძლება ეს მის უფლებების შელახვათ იყოს აღქმული და ასე შემდეგ და კიდევ სხვადასხვა ცოდვები შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითად რომელიც ასევე შეფუთული არის ძალიან ლამაზად წარმოდგენილი კი და ახალგაზრდა თაობისთვის ბავშვებისთვის მით უფრო ძალიან რთული გასარჩევი არის ამ დროს რა არის რეალურად სწორი და არასწორი და აქ უნდა ვიყოთ სწორედ ძალიან ფრთხილად მშობლები და მაქსიმალურად ჩართულები ამ ბრძოლის ველზე რომ გამარჯვება მიზეიმოს და სწორ გზაზე დადგა. სწორედ აქ არის დღეს თავარი ბრძოლის ველი მართლაც აღნიშნეთ სოფო რომ ჩვენ შვილებს ვიძახით ან მომავალ თაობა ხომ? მომავალი და სწორედ ეშმაკის თილობს რომ აი აქ შეიტანოს. აქ არის თავარი ბრძოლის ველი გადაშლილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საცდურია. ძალიან ბევრი საცდურია და ისინი არიან მომავალი
მარტო ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი გვარის გამგზავრებლები კი არა, მარტო სამყაროს უბრალოდ ქრისტიანების მომავალიც ისინი არიან, როცა იქნება ჩვენ ისინი ჩაგვანაცვლებენ. თავენთვის სულიერი ცხოვრობთ, უნდა ჩაგვანაცვლონ, ხო ჯვარი გწერია, სხვანაირად იცხოვრონ. და ამიტომ აქ არის მთავარი ბრძოლა, თქვენ მართლაც აღნიშნეთ და მართლაც აი ბრძოლა რო ვახსენე, ხელჩართული ბრძოლა გვიწევს, შობილები ვართ ახლა შვილებთან კი არა, შვილების დამღუპის მტრებთან, რომელიც ასე შეებულად მათ თავსახობს თავის ამ ნებებს, ზეგავლენებსაც ისინი ვერ ხვდებიან, ჯერ ვერც მიხვდებიან. ჩვენ ძალიან გვიან გავიგეთ ქრისტიანობა, იმათ ბედნიერება ცოტა ადრე გაიგონ, მაგრამ აქ არის ძალიან დიდი წინააღმდეგობა. ამიტომ მე როგორც მშობელი და ყველა მშობელს უსურვებ და ურჩევ, ამ ბრძოლაში უნდა შევიდეთ ჩვენ. გოგრილობა უფრო დამღუპელი იქნება ჩვენი შვილებისთვის, ვიდრე ამ ბრძოლაში შეგონება ჩვენი იქნება ეს სიმკაცრე იქნება თუ გარკვეულის დაჯაც, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მათ უკეთეს მომავალს, მათი სულის გადარჩენას ემსახურება, უფალმა ხო იცის და ეს ძალიან მტკივნეულია, ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძალიან ხშირია ეს ყველა ქრისტიანები ვინც ვართ, ყველას გამოგვიცევ ხშირად ეშმაკი სწორედ აი ბავშვების ხელით, ბავშვების ცნუნებით ჩვენს გვაზიანებს, გვტკენს ამშობელს რა უნდა ეთქინოს, ყველაზე მეტად თუ არა შვილის ცუდი საქციელი, შვილის ურჩობა და ამას ძალიან ხშირად ვაცდებით ჩვენ, მაგრამ ჩვენი აუცილებელი პირდაპირ მოვალეობა, ამ სანამ ჩვენი შვილები გაიგებენ, რომ დღეს თუნდაც ყველა დიდი ეშმაკის ხრიკი, საერთოდ ზოგადად რომ თქვა კრებსეთ, ეს არის როცა ესაუბრა ბავშვებს მგონი აკვანში აღარ ნაწვეს, მაგრამ ჩვილობიდან უფლებებზე. მაგრამ ადამიანი არის ერთი დიდი ვალდებულება, თან ქართული ადამიანი. უფლებები რა თქმა უნდა ყველას აქვს, მაგრამ ჯერ ვალდებულება, ჯერ ერთი სიტყვა უფლება მოვალეობები, ვალდებულება და არა მარტო უფლებები, მაგრამ ცხოვრება ეს რთულია ქრისტიანისა. იმხელა პასუხისმგებლობას აკისრია ღვთის წინაშე, ერის წინაშე, სამშობლოს წინაშე, ოჯახის წინაშე, გვარის წინაშე, სამსახურის, მეგობრის არის ერთი დიდი ვალდებულება. და ვალდებულების სახსრებას დაიწყეს ბავშვი და გააცნობიერებს, რომ ეს მისი მოვალეობა პირველში ეს არის, რომ იწოდებოდეს ადამიანად, ქრისტიანად და პიროვნება და შემდეგ უფლებები, ასე რომ მის უკეთესად წარიმატა ცხოვრება, მაგრამ სამწუხაროდ აი აღრევა ხდება. როგორ შეიძლება ფეხი და ტერფი თავის მაგივრად დავადოთ ადამიანს, ჯერ თავია, შემდეგ არის კიდურები, ხო და პირიქით ხდება უფლებებზე, საუბარი უფლებებზე, მოწოდება პირიქით ეს უფლებების მოწოდება ხშირად მათი ურჩობის პირდაპირ უფლებად აღიქმება ბავშვის გონება და ასე იღუპება. რომ ურჩი მორჩილების არქონის გამო დაიკარგა ზეცაც, დაიკარგა სამოთხეც და შეიძლება დაიკარგოს მიწაც. და ერთადერთი შემდეგ ადრესაც მიიყვანს ადამიანს თავს ურჩობა ეს არის ყველა ჯოჯოხეთში, ამიტომ ღერთმა ყველა გვიხსენს ამის. თავისუფლების სწორი გააზრების საშუალება უნდა მივცე და ამაში უნდა იყოს ჩართული, წინ გადაცემაში ვახსენე, უწმინდეს პატრიარქი ჩვენი არაერთხელ მოგვიწოდებდა ეპისტოლებში, ქადაგებებში, რომ პიროვნებად შედგეს, ნახეთ უწმინდესი როგორი ბრძენია, კი არ საუბრობს, მაინდა-მაინც ქრისტიანი რომ შედგეს ან იზარდოს ან ღირსეული ქრისტიანი ან სახელოვანი კი არა, პიროვნება რო შედგეს, ამაში უნდა იყოს ჩართული სამი ინსტიტუტი: ოჯახი, სკოლა, ამ სასწავლო დაწესებულება და ეკლესია. ამ სამიდან და სამი უნდა იყოს ჩართული თავდადებით, ძალიან დიდი მონდომით და თავგანწირვითაც კი და თუ ერთ-ერთი მაინცო პატრიარქი ბრძანებს ამ სამიდან არ იღწვის შესაბამისი მონდომებით, შედეგი იქნება არა დამაკმაყოფილებელი. და დღეს რა რეალობას გვაქვს? მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი იმედი მომავალი ახსენეთ, მომთაობა ჩვენ შვილებს მოსალოდსაც აქვთ საქმე, ჩვენგან განსხვავებით დიდება უფას, რომ ეკლესია ამ პატრიარქის მოწოდებას და ამ ღვაწლს უკვე ამდენი საუკუნეა და ჩვენს შეიძლება ზაგვარად აღვასრულებთ, მოუწოდებთ პიროვნების სულის გადარჩენისაკენ, სამშობლოს ეროვნულ ტრადიციებს ღირებულების დაცვისაკენ და შეყვარებისაკენ. ასევე მადლობა ღმერთს, ჩვენ ბავშვებს მოსალოდსაც აქვთ საქმე, რომ ეკლესია უკვე შევიდა სკოლებში, ეკლესია კარგი ხანია შესულია საპატიუროებში, საუდაცვის უწყებებში, სამხედრო კუთხით და ასევე მადლობას ოჯახების ხდებიან მორწმუნეები. ეს ძალიან დიდი ბედნიერება ხა ჩვენთანაც მრევლში შენდობას ვითხოვ, სწორად გამიგო, რომ განსაკუთრებით მიხარია და მიყვარს განსაკუთრებით ის მრევლი, ვინც ოჯახებით არის ხოლმე მრევლი, მამა, დედა, შვილები, ამაზე ბედნიერება არაფერია ხა მე ადამიანებად რამდენად ეს ყველაფერი სათნოა ღვთისთვის, როცა მორწმუნე ოჯახს ხედავს და ეს ნიშნები გამოჩნდა იმისა, რომ ეს სამი ინსტიტუტი ნელ-ნელა ფეხს ედგება, იღვიწევს და ის თავდადებას თავგანწირვებს მოვა ღვთისაგან. თუ რა თქმა უნდა, ჩვენ თავარია ამ გამოწვევას მივიღებთ და ჩავერთვებით ჩვენი მომავალი თაობის გადარჩენის საქმეში. ამ კუთხით არის ბრძოლა, ხომ? სწორედ რა ბრძოლაზეც ახლა მომავალი თუ მოგისმენს, პრების აწყო როცა იქნება დამთავრდება, ხო? დიახ. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ბრძოლა მტრის წინააღმდეგ, მით უმეტეს თანამედროვე
მსოფლიოში, შესაძაც უამრავი წინააღმდეგობა გვხვდება ქრისტიანებს და როგორც თავად აღნიშნეთ, წიგნით კარდაკარ სიარული არ გვჭირდება იმისათვის, რომ სარწმუნება გავავრცელოთ, თუმცა შესაბამისი ბრძოლა ყოველთვის აუცილებელია ნებისმიერ პერიოდში, ყველა საუკუნეში იმისათვის, რომ ჩვენი სარწმუნება გადავარჩინოთ იმ თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად და პარალელურად, რაც დღევანდელ მსოფლიოში გვაქვს. ცით რამე დააღვნიშნოების სარგებლობის შემთხვევით ძალიან დიდი ბედნიერება ამ კუთხით, აი რო ფიქრდები ხოლმე სწორად გამიგეთ, რომ ხა მე არ ვარ ეხლა იმ ხელასაკის და არც იმ ხელა თქვა გამოსწრებს, მაგრამ რის თქმა უნდა, რომ აი ტელეფონები, თანამედროვე ტექნოლოგია, ინტერნეტი ხო საოცარი რამეა ზოგადად, იმიტომ რომ თუნდაც ჩემ სტუდენტობის დროს აკადემიაში აი ბიბლიოთეკაში გჭირდებოდა წასვლა, ერთ-ერთი წინა მამის ხელწერილი უნდა მოგეზია, მერე გადმოა ახალ ქართულებინა, რაღაც კიდე ჯერ გეწვალა, რამე თუ დაგჭირ გონებაში. ეხლა როგორი მზა ინფორმაცია, ანუ ინფორმაცია, რომ ქადაგება ღვთის სულის შემეცნების საშუალება, რომ ინტერნეტ სივრცეში გონება სოციალურ ქსელებში უამრავი ქადაგება, ხა თუ ქადაგება შეგეზარება ქრისტიანს იმხელა, აი ამონარიდები, ერთგვარად აი აფორიზმებით, ანდაზებით, რაც უნდა ჩაქცეს გონებაში სახელმწიფო პირდაპირ დევს. მოწუს ქადაგება თქვა შეგეზარება და 30 წუთია, თავარი სათქმელები დევს, ოღონდ შენ მოინდომე, რომ ღმერთი შეიმეცნო და ეს ძალიან დიდი საშუალება და შანსია სულის გადარჩენის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს დაგემშვიდობებით მამა ირაკლი. ნაზავადებში მდებარე ივერიის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათი ერთად აღვავნოთ უხისადებელი ლოცვა და დაგიბრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად. დიდება მაღალთაში ნომერცა ამოუჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო.
იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა, რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს, მსხვერპლი ღმრთის არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს, კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. ვაგრძელებთ გადაცემას, ახლა გვექნება ჩართვა იაპონიიდან, სადაც მიმდინარეობს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დარგში იაპონია საქართველოს ერთობლივი პროექტი. დედათა და ბავშვთა სამსახურის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით პროექტს ჰქვია უწყვეტი მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის წიგნის დანერგვის მიზნით. უფრო მეტ შევტყობთ სტუმრისგან, რომელიც ახლა ჩაგვერთვება, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში მედიცინის დოქტორი ქალბატონი ვერიკო ბაზიარი. დილამშვიდობის ქალბატონო ვერიკო. მოგესალმებით, დილამშვიდობის. მადლობას მოგახსენებთ, რომ მახერხებთ ჩართვას. შევატყობ გადავიდა აქ. მოგესალმებით. აჰა. ქალბატონო ვერიკო, მეორე ეტაპი დაიწყო. ჩვენ არაერთხელ გქონდა საშუალება ჩვენ გადაცემაში, რომ მობრძანებულიყავით, ასევე ჩართულიყავით და გვესაუბრა ამ პროექტის წარმატების შესახებ. ახლა უკვე მეორე ეტაპი არის ამ წიგნის, ამ პროექტის განხილვისა და უფრო მეტად რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს და მთავარი მიზანი ამ პროექტის რაც არის, თუ რას წარმოადგენს. ძალიან დიდი მადლობა ასეთი დიდი ყურადღებისათვის, თუმცა შუა სამუშაო რეჟიმში ვარ და მოგახსენებათ იაპონელებისთვის ყოველი წუთი არის უმნიშვნელოვანესი და რამდენჯერ ვთხოვეს რომ დაბრუნდი სამუშაო არენაზე. ჩვენ ნამდვილად ვიმყოფებით ახლა უმნიშვნელოვანეს ესე ვთქვათ სამუშაო პროცესში ვიმყოფებით, ჯერ მეორე ფაზა დაწყებული არაა. სწორედ ახლა უნდა გადაწყდეს მეორე ფაზის საკითხი საქართველოში. მოგახსენებათ პირველი ფაზა იყო პილოტურ რეგიონში, ანუ აჭარაში, აი ამ პროექტის დანერგვა და შემდეგ უკვე საქართველოს მასშტაბით გადაზიარება და სწორედ აი ახლა უნდა გადაწყდეს იაპონიის ხვალ მიმგზავრებით გადავდივართ ესე ვთქვათ ჯაიკას ანუ იაპონიის საერთაშორისო განვითარების ფონდის ოფისიდან მივემართებით მათ ესე ვთქვათ სათაო ოფისში, სადაც უნდა წარმოადგინოთ უკვე მომზადებული გეგმა მეორე ფაზისთვის, სწორედ აი ამაზე მიმდინარეობს ახლა აქტიური მუშაობა, როგორ უნდა გაუწიოთ ადვოკატირება საქართველოს მეორე ფაზის პროექტს, რომ ასევე დიდი პასუხისმგებლობა აიღოს თითქმის მთლიანად
თუ ნაწილობაში შეიძლება სახელმწიფო მიიღოს მონაწილეობა პროექტის ქვეყნის მასშტაბით გაზიარებაში, იმიტომ რომ მას უკვე ჭირდება მანდატორული აღსრულების მექანიზმები, ვისაც რომ ქვეყნის მასშტაბით სტაბილურად დაინერგოს ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი. ზოგადად ამ დროს მოვხვდით, ესე იგი, ჩვენ სიმართლე გითხრათ, მე ამ მქონდა ამ ეტაპზე იაპონიაში ვიზიტის ჩემი ისეთ მნიშვნელობა თითქმის არ მიმაჩნდა, რომ ეს გაუცილებელი იყო და მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს, რომ ზუსტად ესეთ ცხელ პერიოდში მომიწია სამი პროექტი ყოფნა იმისათვის, რომ ჩვენ ძალიან კარგად ჩამოვაყალიბოთ, რატომ არის საჭირო საქართველოში მეორე ეტაპის განხორციელება, იმიტომ რომ მოხსენებად ჯაიკა ძირითადად მუშაობს ძალიან დიდ და ფინანსურად ძალიან გაჯერებულ ქვეყნებში, მაგრამ ჩვენ არ გვასაბუთებთ ჩვენ პროექტის საჭიროებას იმით, რომ ჩვენ არ ვართ მართალია რამდენიმე ასეული მილიონობით მოსახლეობის მქონე ქვეყანა, მაგრამ მეორეობის პრობლემაა, რომ არც 3 მილიონი არის დემოგრაფიული კრიზისი და ძალიან რთული დემოგრაფიული სიტუაცია და ამიტომ თითოეული ბავშვი და თითოეული ორსული ქალი არის განსაკუთრებით ესეთი მნიშვნელოვანი ქვეყნისათვის და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ნაციონალური კერა და ეს დარწმუნებული ვარ ეს პროექტი გადაწყვეტილებას გადაწყვეტილებით დავრუნდებით საქართველოში. ხვალინდელი დღეა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამისათვის და ჩვენ ესე იგი ასე მთელი დღე ვსჯელობთ იმის, რომ პასუხისმგებლობის რა ნაწილს გადავიზიარებთ სახელმწიფოდან ამ შემთხვევაში იაპონიის მთავრობა და საქართველოს მთავრობა. ძალიან საინტერესო იქნება ქალბატონო ვერიკო თქვენგან რომ მოვისმინოთ თქვათ იგივე იაპონიის ჯანდაცვის მაგალითები ამ მიმართულებით. როგორი არის მათი იაპონიის ჯანდაცვის მაგალითები რომ გითხრათ ამ მიმართულებით როგორი არის თქვათ დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ და ზოგადად ჩვილისა და დედის ურთიერთობა ძალიან დადებითი შეფასება აქვს იმიტომ რომ ესე იგი საქართველოს მხრიდან მოქმედი გუნდი და იაპონიისგან ეს ჩათვალეთ რაღაც ერთი შეპრული მთლიანი გუნდია რომელიც საქართველოში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სისტემის განვითარებაზე მუშაობს და დაუღალავად მინდა გითხრათ ყოველგვარი ინტერესების გარეშე მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ ექსპერტებს რომელსაც აი რაც მოქალაქეობრივი ისეთი პასუხისმგებლობის მაგალითი აჩვენა იაპონელებს რომ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მიიღეს პირველ ფაზაში მონაწილეობა როდესაც ისინი ქმნიდნენ საქართველოსთვის აი ადაპტირებულ სპეციალურ ამ ციგნს და მეორე ფაზის შემთხვევაში ჩვენ უკვე რამდენიმე კვლევა ჩაატარა იაპონიის მთავრობამ პროექტის იმპლემენტაციის პროცესში რა ხარვეზები აღმოჩნდა რა დამატებითი ნიუანსები გასათვალისწინებელი ამ ციგნში ამიტომ მოხდება ციგნის ხელახალი ადაპტაცია საქართველოს სინამდვილეზე და ამიტომ აი ხო ხასკასვით მითხრას რომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ თქვენი ექსპერტები კვლავ მიიღებენ მონაწილეობას ამის ესე იგი ვთქვათ ახლებულ და პატარა ნიუანსებია გასასწორებელი და გასაუმჯობესებელი ამ მიმართულებით და მე დარწმუნებული ვარ ჩემი კოლეგები ესეთივე ენთუზიაზმით მუშაობენ ამაში ერთი წუთი ეჭვი არ მეპარება და ეს უკვე დიდი ბონუსია ასე ვთქვათ ქართული მხრიდან რომ ისინი ყოველთვის ზათარია შეასრულონ ეს სამუშაო განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა საქართველოს საელჩოს ესე იგი იაპონიაში ბატონ თემურ ლევია რომელიც მუდმივადაა ჩართული და კომუნიკაციაში აი ამ სამი კვირის განმავლობაში არ მოგშორებია ესე შეიძლება ითქვას ამ საღამოს ესე იგი დაგეგმილია საელჩოში მიიღება და ყველა ის ადამიანი ვინც საქართველოს პროექტზე მუშაობს ესე იგი მიმოგზაურებით როგორც დამჭირდება ჩვენი სამუშაო საათები 6 საათისთვის მიღება დაიწყება და ელჩი გეგმავდა ჩართოს მაგრამ ეხლა ამ პროცესშია და ვერ მოახერხა მე სხვადასხვა ადგილას ვარ ამ შემთხვევაში ის თავის მარიაში მუშაობს და მე აქ ჯაიკას ოფისში ვარ ტოკიოს ჯაიკას ოფისში და ესე იგი მინდა გითხრათ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ერთობლივი ჩართულობა როცა ყველა ადამიანი ერთ მხარეს იყურება და ერთი საქმისთვის მუშაობს ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ რომ ამ პროექტს ექნება ისეთივე წარმატებული გაგრძელება როგორც დასაწყისი ჰქონდა აქვე მინდა გაუსვა ხაზი რომ ესე იგი არ შემიძლია რადგან საპატრიარქო ტელევიზიას ვერთვები ხაზი არ გაუსვა რომ ესე იგი შეუძლებელი იყოს ამ კვირის განმავლობაში გაჩერებულიყავი ლიტურგიის და ძირვის გარეშე და ჩვენ მოვიძიეთ საოცარი ტაძარია მინდა გითხრათ წმინდა ნიკოლოზ იაპონიის მიტროპოლიტი გახდა წმინდა ნიკოლოზი აი მის სახელობის უზარმაზარი ტაძარია მის სახელობის არა ეს არის ულამაზესი ტაძარი და მეგონა საქართველოში ვიყავი ლიტურგიაზე ბატონო გისმენთ ქალბატონო ვერიკო
ჩვენ ესე იგი არ შემიძლია ეს არ ვთქვა, რომ ესე იგი მეგონა საქართველოში ვიყავი პატრიარქის წირვაზე, იმიტომ რომ ის ზუსტად იდენტურად იაპონურად და რუსულ ენაზე მიმდინარე წირვაში ვისმენთ ქართულ წირვას, იმიტომ რომ სიტყვით რაც ხდება ჩვენთან იგივე იყო აბსოლუტურად იდეალურად მოწესრიგებული მრევლი, არაჩვეულებრივი სიტუაცია ტაძარში და ყველაზე მეტად რაც გამიხარდა, ვიდრე ჩვენ საქმიანად დავეკონტაქტებოდით ერთმანეთს საქართველოს საელჩოს, ესე იგი ახალგაზრდა კონსული, არაჩვეულებრივი ბატონი ირაკლი, ფანტასტიკური ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც შეხვდა ტაძარში, ასევე ჩვენი ელჩი თავის შვილთან ერთად, ასე რომ ქართველები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები საეკლესიო ცხოვრებაში და ითხოვენ რომ გამოგზავნოთ ქართული მოძღვარი და ქართული სიტყვაც გაიზმოთ და სამ ტაძარში კარგი იქნებაო და დაძუნებული ვარ ამას ალბათ გაუკეთებენ ორგანიზებები. ძალიან კარგი. გალბატონო ვერიკო, როგორ მოხდა ამ პროექტის კუთხით საქართველოსა და იაპონიის დაკავშირება თქვენ ახსენეთ ელჩი და საელჩო, მათი დიდი ძალისხმევითა და ჩართულობით, ასევე სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტრო ახსენეთ, როგორ დაიწყო ეს პროექტი, ესეც რომ ვუთხრათ მაყურებელს და მოვახსენოთ, როგორ დაკავშირდა საქართველო და იაპონია პროექტის ფარგლებში? სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ პირველად მე იაპონიაში მოვხდი 2002 წელს და მოგხსენებათ ჩემი ყოველთვის საქმიანი ვიზიტი, როდესაც საშუალება მაქვს ყოველთვის კურთხევას ვიღებდი პატრიარქისგან და ისე მიმგზავრებოდი ხოლმე და დაბარებით ამბობდა, რომ რასაც კარგს ნახავთ, მე მოვიყევით და მე რომ დაბრუნდი პატრიარქს მოვუყევი დეტალურად აღფრთოვანებული ვიყავი აი ბავშვთა სიკვდილობის ესეთი მკვეთრი შემცირებით და აი ამ წიგნის უნიკალური შესაძლებლობებით და ორსულთა სახლები კიდევ რომელშიც აი ეს ორსულებს შეუძლიათ პოსტნატალურ პერიოდში განსაკუთრებით კრიზისი აქვს ხალხს ფსიქოლოგიურად იმდენად მოეწონა რომ ეს 20 წელი სულ მიმოვიდა სად არის იაპონური პროექტი სად არის იაპონია ჩვენ სამჯერ ვცადეთ რომ ეს პროექტი მოგვეგო ასე ვთქვათ შევიტანეთ ასე განაცხადი მაგრამ მხოლოდ 2023 წელს შევძლებთ 20 წელი ველოდით ამ პროექტს და მე განსაკუთრებულად მინდა აღნიშნო რომ ეს არის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა ეს იყო პატრიარქის კურთხევით და უბრალოდ ნება გაჩნდა ესე იგი სახელმწიფოსგან და აი მაშინდელი მინისტრი იყო ძალიან აქტიურად ჩართული ამაში და ჩვენ მოვიგეთ ესე იგი ეს პროექტი იმიტომ რომ ჯანდაცვის სამინისტრომ იბრძოლა თქვენ მოგხსენებათ ჯაიკას აქვს გამოცხადებული ესე იგი რას ყველა სამინისტროს შეუძლია შეიტანოს ესე იგი თავისი სასურველი პროექტი მაგრამ შემდეგ როგორ გაუწევა ადვოკატირებას აი ამ პროექტს იმის მიხედვით იმარჯვეს მხოლოდ 3 სისტემური რეფორმა მინდა გითხრათ ეს სისტემური რეფორმა როგორც ახლა თქვა სამეცნიერო ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარეობს ასეთი ჯერ იაპონიას და არც ჯაიკას არ განუხორციელებია საქართველოში იქ იყო ხოლმე ფინანსური დახმარება ტექნიკური დახმარება რაღაც უნარყოფი მაგრამ ის რომ სისტემური რეფორმის განხორციელებაში დახმარებოდა ეს არის პირველი და მათთვისაც ძალიან სასიხარულოა და ძალიან ამაყები არიან რომ აი ამ ქვეყანაში იღებენ თან მინდა გითხრათ რომ უსასრულოდ შეყვარებულები არიან ყველა ვინც კოლეგა რომელიც არ ყოფილა საქართველოში შემოდის სულ ყველა ლაპარაკობს საქართველოზე მინდა გითხრათ რომ ამბობენ რომ განსაკუთრებით პოპულარულია ჩვენი ელჩიც იმიტომ რომ ის ძალიან ბევრს ლაპარაკობს საქართველოს განსაკუთრებით აი ჩვენ ბევრ ნიუანსებს კულინარიულ ღვინოზე და ყველა მისის მინდა გითხრათ იაპონიაში საქართველოს ძალიან ცნობილი ქვეყანაა გარდა იმისა რომ ახლა ტოჩინეთში გააცნო იცით თქვენ ახლა ეს ქვეყანა ამ ქვეყანას და ასე რომ ეს ურთიერთობა და ეს მეგობრობა დარწმუნება გაგრძელდება მით უმეტეს გუნდი საელჩოში როგორც კონსული როგორც ელჩი ასევე კონსული არის არაჩვეულებრივად კარგები ესე იგი ახალგაზრდები მოტივირებულები თავის საქმეზე შეყვარებულები და დიდი სურვილი აქვთ რომ აი ჯანდაცვის მიმართულებით ბევრი წარმატებული ნაბიჯი განახორციელონ და მე ვფიქრობ რომ ჩვენი მეგობრობა და ურთიერთობა ჯაიკასთან არ გაჩერდება მარტო ამ დედათა და ბავშვთა წიგნის დარღვევაზე ამათ აქვთ რამდენიმე უნიშნელოვანესი პროექტი რომლის საქართველოში ესე ვთქვათ გაზიარება მკვეთრად შეცვლის ზოგადად ჯანდაცვის სისტემას კი არა ბევრი მიმართულებით რა კარგრამის გააკეთებს ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ვერიკო რომ მოახერხეთ გამონახეთ დრო და ჩაგვერთეთ პირდაპირ ეთერში უფრო მეტ ინფორმაციას და სიახლეებს რა თქმა უნდა უკვე ჩვენი სტუდიის მეშვეობით ჩვენ სტუდიაში როდესაც მობრძანდებით სტუმრად შემდგომ გავაცნობთ მაყურებელს წარმატებებს გისურვებთ თქვენ ჩვენს ქვეყანას და ამ პროექტს დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდა თუწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში მედიცინის დოქტორი ქალბატონი ვერიკო ბაზიარი. მცირე ვიდეო რგოლის შემდეგ დავბრუნდებით სტუდიაში სტუმართან ერთად.
დავბრუნდით ეთერში სტუმრებთან ერთად საფრანგეთის მართლმადიდებლური სიწმინდეები და წმინდა ადგილები. გამოიცა ამ სახელწოდების გზამკვლევი მომლოცველებისთვის, რომელიც ბევრ საინტერესო ინფორმაციას აერთიანებს. გზამკვლევის შესახებ უფრო მეტს შევიტყობთ ავტორისგან, რომელიც თავად ცხოვრობს საფრანგეთში ოჯახთან ერთად და რამდენიმე დღით არის საქართველოში ჩამოსული. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ სტუმრები, გზამკვლევის ავტორი, მწერალი, გამომცემელი მაქსიმე ვალიაშვილი და საბურთალოზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მომლოცველთა ჯგუფის ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო ბზვანელი. დილამშვიდობისა. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. წმინდა ნინოს ხსენების დღეს გილოცავთ ქალბატონი ნინო დიდი სიყვარულით. დღეს მშობლების ხსენება, წმინდა ნინოს მშობლების მამასაც გილოცავთ აუცილებლად დიდი სიყვარულით და უნდა ვისაუბროთ გამოცემის შესახებ. პირველ რიგში, როგორც მოვახსენეთ მაყურებელს, სტუმრად იმყოფება ბატონი მაქსიმე რამდენიმე დღით საქართველოში. ვიდრე ვისაუბრებდეთ გამოცემის შინაარსზე, მის არსზე, აზრზე, პირველ რიგში რომ გაგვაცნოთ ბატონი მაქსიმე და რომ გითხრათ ამ შესანიშნავი გზამკვლევის შესახებ, რომლის შესახებაც უკვე მე დეტალს მივაწოდებთ დრო და დრო ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში მადლობა მინდა მოგიხადოთ, რომ მოგვიწვიეთ თქვენს გადაცემაში და ეს ამ ბატონი მაქსიმე მართლა რამდენიმე დღით არის ჩამოსული და 6 წელი არ ყოფილა საქართველოში და მინდოდა აი მე თვითონ ძალიან მოვინდომე მასთან ერთად რომ მომხდრილიყავი თქვენთან გადაცემაში. ბატონი მაქსიმე მე გავიცანი საფრანგეთში პარიზში ჯგუფი მყავდა ჩვენი ტაძრის საბურთალოს წმინდა გიორგის ტაძრის მომლოცველები მყავდა ჯგუფი წაყვანილი და ვეძებდი გიდს ვინც გაგვიწევდა გზამკვლელობას საფრანგეთში და აი ბატონი მაქსიმეს მივაკვლიეთ ახლობლებით ის რაღაცნაირად ღვთის შეწევნით რა თქმა უნდა მივაკვლიეთ და ნუ რაღაცა არაჩვეულებრივი გიდობა გაგვიწია ბატონმა მაქსიმემ და მე შემდეგ აღმოვაჩინეთ რომ მას იგი ყოფილა გამომცემელი, მწერალი, აი ესე დადის ტაძარ ევროპაში, მარტო საფრანგეთში არა. ევროპაში და იკვლევს წმინდანების ცხოვრებას და ისეთი ის აქვს. პირველი წიგნი, ეს მეორე წიგნი არის თქვენ რომელიც წარადგინეთ ახლა და აღნიშნეთ გზამკვლევი. ეს მეორე წიგნი არის მისი და პირველი წიგნი აი სქელი აიქუდევს მას ლურჯი ფერის კატალოგივი წიგნია და ისეთი ინფორმაცია აქვს მოტანილი მისამართები, ფოტომასალა, ისტორიები წმინდანებზე საფრანგეთ. აი მე მეგონა საფრანგეთი პარიზი ვთქვათ იყო მარტო ეიფელის კოშკი და მარტო ლუვრი. თურმე ეს მართლმადიდებლური კუთხე და ქრისტიანული კუთხე და ოკეანეა სიწმინდეების და ეს არის აი ამის კვლევა და გზამკვლელობა და ყველაფერი არის ბატონი მაქსიმეს დამსახურება და ნამდვილად დიდი ღვაწლია გარდა იმისა რომ თვითონ არის მწერალი და გამომცემელი თვითონ შექმნა საფრანგეთში გამომცემლობა მისი პირადია ეს გამომცემლობა მე ვამბობ რომ ბატონი მაქსიმე არის საზოგადო მოღვაწეც იმიტომ რომ მან თვითონ ცხოვრობს ლეონში ქალაქ ლეონში და იქ შეკრიბა საათვისტომო მომლოცველების და იწვევს ხოლმე ქართველ მოძღვარს იქ წირვებს ატარებენ თვითონ მედავითნეობს სხვათა შორის და ისეთი ადამიანია მე ვფიქრობ რომ საქართველოსთვის ეს ადამიანი საფრანგეთში ძალიან დიდ ღვაწლს ეწევა და აი თამამად შემიძლია ვთქვა რომ აი ასეთ ადამიანებზე იდგა ადრე საქართველოს და დღესაც ასეთი იყო თქვენი გაცნობა ხო? ესეთი აი რაღაცა და შიგადაშიგ თუ რამე ჩავერთვები ხოლმე თუ და წარგადგინეთ ქალბატონმა ნინო ბატონი მაქსიმე თქვენ რომ მოგუყვეთ უფრო დეტალურად თუ რა არის ამ წიგნის მთავარი მიზანი და ანიშნულება რა ინფორმაციას მოიცავს და რა მასალებზე დაყრდნობით შეიქმნა ესე იგი როდესაც 2012 წელს ოჯახთან ერთად გადავედი საფრანგეთში საცხოვრებლად როგორც მორწმუნე ადამიანი ცოტა დაღონებულიც კი ვიყავი სრულიად დარწმუნებული იმაში რომ სულიერ უდაბნოში მივდიოდი ღმერთის მადლით მალევე ვიპოვეთ მართლმადიდებლური ტაძარი და პირველი სიწმინდის ინფორმაცია ეს იყო
რომ გავიგე რომ პარიზში ინახებოდა უფლის ეკლესიის გვირგვინი, რომელიც იყო ჯვაროსნული, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, ესე იგი მოტაცებული. შემდეგ დავიწყე ნელ-ნელა მოძიება სიწმინდეების, იმიტომ რომ ძალიან აუცილებელი იყო ჩვენთვის, რომ იქ ემიგრანტებს იქ მოგვეწყო ჩვენი სულიერი ცხოვრება და არ განგვეცადა ეს სულიერი სიმშრალე სამშობლოს და დედა ეკლესიასგან განშორებიდან გამომდინარე და ესე იგი ნელ-ნელა ეტაპობრივად აღმოვაჩინე, რომ ეს იყო ძველი გალიის მართლმადიდებელი ეკლესიის საოცარი დაფარული მისტიკა. ეს იყო გალია არის საფრანგეთის ძველი სახელწოდება. ეს იყო რომის იმპერიის ჩრდილოეთი ნაწილი, მაშინ მართლმადიდებლობა სუფევდა მთელს იმპერიაში, როგორც ვიცით, მე-11 საუკუნემდე. და გალიის ეკლესია ამხელა იმპერიაში ძალიან გამორჩეული ეკლესია იყო, ძალიან მაღალი სულიერების მოღვაწენი ყავდა და ძალიან ბევრი სასწაულთმოქმედი მამები, დედები მოწამეების პერიოდშიც იყვნენ ბევრი მოწამეები და ესე იგი ეს ყველაფერი მათი წმინდა ნაწილებით სავსეა საფრანგეთი, მიუხედავად რელიგიური ომებისა, როდესაც პროტესტანტები ანადგურებდნენ სიწმინდეებს, მიუხედავად საფრანგეთის ათეისტური რევოლუციისა, როდესაც დევნეს იქ ადგილობრივი ეკლესია და გაანადგურეს ბევრი სიწმინდეები, მაშინდელი რევოლუციონერები, ესე იგი ოქროს სანაწილეებს ადნობდნენ, ფულად იყენებდნენ და სიწმინდეებს ან მდინარეში აგდებდნენ, შეურაცხყოფდნენ, ან წვავდნენ. დავიწყე ძიება, ესე იგი მეუღლესთან ერთად ბევრი ვიმოგზავრე, მარტო არ ვიყავი, რო სიმართლე რომ თქვა, ერთად ვიმოგზავრეთ, მე და ჩემმა მეუღლემ 1000-ობით კილომეტრები ვიარეთ, დაახლოებით 3 წელი ვიმოგზავრეთ საფრანგეთში. თან ამ პერიოდში თან ვაყალიბებდი ამ ციკლს მოგეხსენებათ, ვისაც გაქვთ შეხება წინთან ეს დროსთან არის დაკავშირებული და არც ისე ადვილი სამუშაო არ არის. თან ვეძებდი, თან ვაყალიბებდი. და გამოვიდა ეს 462 გვერდიანი თართული აღწერები, ფოტოები. აქ არის წმინდანთა ცხოვრებები, მე გავაკეთე თარგმანები, მაგრამ ზოგიერთ წმინდანზე იყო ძალიან მწირი ინფორმაცია ძველ წმინდანებზე და სხვადასხვა წყაროებიდან მოვიძიე, შევაგროვე, რომ ასე ვთქვათ, ავაწყე, შევაკოწიწე, ასე ვთქვათ, ეს ცხოვრებანი და ვთარგმნე. აქ არის ქალაქების მიხედვით დავყავი. და ესე იგი მაქსიმალურად დიდი გავაკეთე მეტი რაც შემიძლია მეტი ინფორმაცია ჩავდი ამ ციკლში. შემდეგ როდესაც რადგან ჩვენ ტაძრებში ქართველები, რუსები, ფრანგები, სერბები ერთად ვიდექით, იმიტომ რომ იქ არ არის ყველა ქალაქში ქართული ტაძარი, მე დავდივარ რუსულ ტაძარში. და მადლობა ღმერთს რომ ვიპოვე საერთოდ ტაძარი ევროპაში და აქვს ამის საშუალება რომ ვიარო ეკლესიაში. და თვითონ ქართულ ენაზევე უკვე დაინტერესდნენ ფრანგების და რუსების და ხშირად მეკითხებოდნენ როდის იქნებოდა ქართული და რუსული თარგმანი და თქვენ მოგეხსენებათ 466 გვერდის თარგმნა ფრანგულად და რუსულად რა სამუშაოა და რა დროსთან არის დაკავშირებული მიუხედავად მით უმეტეს რომ მარტო არ ვარ 4 შვილი მყავს და მეუღლე და ოჯახიც მისახედი მყავს და კიდე დამატებით მუშაობ ოჯახი შემსახო ყველაფერს მიხედო და ყველაფერი უზრუნველყო. მეორე წიგნზეც უნდა ვითხრათ აუცილებლად როგორ შეიქმნა რა დრო დასჭირდა შრომატევადია ბუნებრივი ეს იცის საზოგადოებამ და ხედავთ თვალნათლად. და გადავწყვიტე რომ ესე იგი ნაწილებად გამომეცა სამენაზე და აი პირველი ნაწილი სამენაზე გამოვეცი, დიდი ხანი არ არის ქართულად, რუსულად და ფრანგულად. ეს პირველი ნაწილი არის, პირველ ნაწილში შევიყვანე დიდი წინასიტყვაობა, როგორ გაქრისტიანდა გალია და რა ხდება დღევანდელ დღემდე. შემდეგ ინფორმაციები და ბოლოში ფოტოსურათები, რომელიც მეტი წილი მე თვითონ გადავიღე, როდეს მე და ჩემმა მეუღლემ სიმართლე უნდა ეთქვა, ჩემი მეუღლე უკეთეს ფოტოებს იღებდა ჩემი მეუღლე ჩემს. ალბათ ეს ქალების ის არის. ტურისტებისა და მომლოცველების ინტერესი როგორია, ბატონო მაქსიმე, ესეც რომ გითხრათ, რამდენად არის დიდი დაინტერესება აი ამ წიგნების შესახებ და ინფორმაცია ზოგადად ითხოვენ თუ არა მომლოცველები და ტურისტები. ესე იგი, ამ წიგნის გამოსვლიდან გამომდინარე ბუნებრივად გაჩნდა შეკითხვები მომლოცველობაზე. დაინტერესდნენ არა მხოლოდ ქართველები და რუსები, თვითონ ადგილობრივებიც, იმიტომ რომ ეს ათეისტური სულის ქვეყანაა და ეხლა როდესაც საზღვრები გაიხსნა და ჩვენ ძალიან ბევრი ვართ მართლმადიდებლები, ეხლა უფრო და უფრო იგებენ რა არის მართლმადიდებლობა და მათ შორის იგებენ საკუთარ წმინდანებზე, იმიტომ რომ მათ არა აქვთ ეს რელიგიური, სულიერი, აგიოგრაფიული ცოდნა.
და თვითონ ფრანგებიც დაინტერესდნენ მათივე წმინდანებით და დაინტერესდნენ ასევე საქართველოთი, რადგან იციან რომ მე ქართველი ვარ და საქართველო არის მართლმადიდებლური, ესე იგი ძალიან დიდი მართლმადიდებლური ფესვების და პრაქტიკის ქვეყანა, ასე რომ ვთქვა და კი მთხოვენ ორგანიზებას, მე შეძლებს დაგვარად ვაკეთებ ორგანიზებებს. ჩემი ძირითადი სფერო არის წიგნები, მაგრამ ვაკეთებ ასევე სამლოცველო მომლოცველობებს. შეიძლება ფრანგები ძალიან დაინტერესდნენ საქართველოთი, მრევლზე მაქვს ლაპარაკი და ბატონი მაქსიმე ფრანგულ ენაზე წერს საქართველოს მონასტრებზე და ეკლესიებზე და წმინდანებზე ფრანგულ ენაზე წერს ისტორიებს, რომ ფრანგებისთვის აკეთებს გზამკვლევს საქართველოში. და ეს მე ვამბობ ვიძახი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არაჩვეულებრივად ფლობს ენას ბატონი მაქსიმე და აი ძალიან დიდ საქმეს ეწევა. აი თქვენ შესანიშნავად გაგვაცანით ჩვენი საუბრის დასაწყისში ბატონი მაქსიმე და ზოგადად მინდა გკითხოთ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბატონი მაქსიმეს მსგავსი მცოდნე ადამიანი გახდეთ მომლოცველობით ტურში და გაგიწიოთ გიდობა. ეს არის მე საფრანგეთში ძალიან ბევრჯერ ვიყავი მანამდე, ვიდრე მომლოცველობითი ტური მექნებოდა და ვიდრე მრევლს ჩავიყვანდი როგორც ჯგუფს საფრანგეთში და იცით როგორ დავდიოდი, აი გაგებული მქონდა რომ თქვა დიონისე არიოპაგელი არის სანდენი ესეთი ის არის კომპლექსი ამ ეკლესია და ვეძებდით სად არის სანდენი ისა და ეხლა ეს იმხელა კომფორტია, აი თქვენს გაჩუქებთ, აჩუქებთ ხო და აი თქვენ რომ მოხვდებით საფრანგეთში, აი პირდაპირ გადაშლით და მოცემულია მისამართი და ისიც კი წერია, რომელსაც იხსნება, იკეტება, როდის არის პარაკლისები, აი ძალიან დაწვრილებითი ინფორმაციები. ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული ამ ადამიანს, აი სერიოზული სამუშაო და ჩემთვის ეს იყო აი დაღეჭილი ლუკმად, ესე რომ ვთქვათ, ბრჭყალებში ეს წიგნი. და ბატონი მაქსიმე ხო საერთოდ ესე იგი ადრე რომ დავდიოდი დაგხვდებოდა დაკეტილი ტაძარი ვაიმე ვის მიმართო და ენა არიცი რაღაცა და ბატონი მაქსიმე ვიდრე მივიდოდი თქვა დანიშნულების ადგილზე რეკავდა იქ ფრანგულად ელაპარაკებოდა მივიდოდით გახსნილი ხდებოდა ყველაფერი და თვითონ გვიყვებოდა ისტორიებს პარაკლისებს რომ ვიხდიდით თვითონ მონაწილეობდა მე დავითნეობდა და აი ძალიან დიდი კომფორტია ესეთი ადამიანი რო ჩახვალ საფრანგეთში და რო გაგიწევს გიდობას და გზამკვლელობას. ერთი დრამის დამატება თუ შეიძლება ძალიან მოკლედ. ქალბატონმა ნინო მახსენა დიონისი არეოპაგელი. და სულ ეს მიტრიალებს გონებაში. ჩვენ ყველა ვიცნობთ უდიდეს წმინდანს პავლე მოციქულის მოწაფეს, დიდ თეოლოგს, რომლის ნაწარმოებებითაც ჩვენ ეკლესია ხელმძღვანელობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ვიცნობთ ამ წმინდანს, მაგრამ ძალიან ცოტამ ვიცით, რომ წმინდა დიონისე იყო პარიზის პირველი ეპისკოპოსი. მან დააარსა პირველი საეპისკოპოსო კათედრა პარიზში და მან ძალიან ნაყოფიერი მისიონერული ღვაწლი გაწია საფრანგეთში და ის აღესრულა პარიზში მონმარტრის მთაზე. ეხლა დღევანდელი თელმა დედამიწა მიწის მონმარტრი, ეს არის პარიზში შემაღლებული ადგილი, როგორც დაახლოებით ჩვენი მთაწმინდა ფუნიკლიური და გადმოსახედია, ულამაზესი ხედია. მაგრამ ძალიან ცოტა მიცის, რომ წმინდა დიონისეს მოწამეობის შემდეგ დაერქვა ამ მთას მონმარტრი. ეს ფრანგულად მონმარტ ნიშნავს მოწამეთა მთა. და წმინდა დიონისეს აღსასრულს მოყვა ასეთი სასწაული. ასე თავი მოკვეთეს რუსტიკე ხუცესთან და ელეფთერ დიაკონთან ერთად და წმინდა დიონისემ აიღო თავის მოკვეთილი თავი, ჩამოვიდა ქალაქში, მან საკმაოდ დიდი მანძილი გაიარა და მხოლოდ იმ ადგილას წაიქცა, ასე ვთქვათ და დაასრულა ბოლომდე სიცოცხლე, სადაც დღეს მისი საფლავი და მისი ნაწილები ინახება. ეს არის სენ-დენი პარიზის ჩრდილოეთ გარეუბანში და აი ეს ამხელა დიდი წმინდანი იყო პარიზის, დღევანდელი
სოფლიო დედაქალაქს რომ ეძახიან ტურისტული დედაქალაქს, აი ასეთი დიდი მადლით რეალებდა და ასე დიდი პიროვნებები იყვნენ იქ და მოღვაწეობდნენ. მაქსიმე, არ მინდა ნამდვილად ისე დაგემშვიდობოთ და ისე დატოვოთ სტუდია, რომ არ ვისაუბროთ ასევე წმინდა გაბრიელ ბერის აღსარებისა და საოცის წიგნის შესახებ, რომლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გაქვთ ასევე გამოცემული, ხო? და თავისთავად კითხვა გვიჩნდება, რომ როდის დაიწყეთ ამ წიგნზე მუშაობა, როდის გამოეცით და რა დეტალები აქვს შესული ისეთი, რაც შეიძლება საზოგადოებისთვის უცნობი იყოს. დიახ. მე როგორც ქალბატონმა ნინომ თქვა, ვარ ასევე გამომცემელი და ვბეჭდავ სხვა ავტორების წიგნებსაც, რა თქმა უნდა, მათი ნებართვით და კურთხევით. მე ჩემი მოძღვრისგან, მამა ბასილია შაღაშვილისგან ვიცოდი, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი, საოცარი წიგნი მამა გაბრიელზე. მამა კირიონონიანია ავტორი, მე დაუკავშირდი მამა კირიონს. ვთხოვე კურთხევა, მან დამლოცა, მომცა კურთხევა და გამოვეცი როგორც გამომცემელმა და ამან საკმაოდ დიდი ტირაჟი გავაკეთე. საფრანგეთში, მხოლოდ საფრანგეთში გავრცელდა ეს წიგნები. ამან იმხელა ახტაცება, იმხელა მოწონება დაიმსახურა ამ წიგნმა, რომ აი უამრავ მადლობას მიხდიდნენ და მე ვეუბნეოდი, რომ ავტორი არ ვიყავი, მხოლოდ გამომცემელი ვიყავი და ამბობდნენ, რომ ხომ გამოეცი, ხომ მოგვიტანე ჩვენამდე, ხო არის აქ. მაგრამ მადლობა მამა კირიონს, ასეთი ეს არის შედევრი, თამამად მინდა ვთქვა, ეს არის შედევრი და ანუ ვინც აიკითხა პირადად მეც რომ მეგონა ვიცნობდი მამა გაბრიელს, სულ თავიდან გავიცანი და კიდე ერთი რამე და დავამატო, ესე იგი მამა გაბრიელმა გადაუჭარბებლად ვიტყვი, მთელი დედამიწა გაათბო. ევროპაში და ალბათ ევროპის იქითაც მე არ ვიცი ხო რა ხდება, მაგრამ იგივე იქნება ამერიკაშიც, ყველგან სადაც მართლმადიდებელი ეკლესია ვერ ნახავთ ტაძარს, სადაც არ არის მამა გაბრიელის ხატი, ყველაზე საპატიო ადგილას დაბრძანებული. მამა გაბრიელმა გაათბო დედამიწა და ჩვენც ჩვენი დიდი იმედია ემიგრაციაში მამა გაბრიელი. საფრანგეთის გზამკვლებზე ვსაუბრობდით და მოგზაურებს და მომლოცველებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, ასევე იტალიასა და გერმანიაზე მზადდება ახლო მომავალში გზამკვლევი, რომლის ავტორიც იქნება ბატონი მაქსიმე ასევე. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუდიის სტუმრები. წარმატებებს გისურვებთ და თუ საქართველოში ჩამოვბრძანდებით სტუმრად, აუცილებლად გელოდებით მომავალში გადაცემაში ისევ. უღრმეს მადლობას დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. მოწვევისთვის და მადლობა ქალბატონინს, რომელიც მობრძანდა ჩემთან ერთად. დიდი მადლობა თქვენ. გზამკვლევის ავტორი, მწერალი, გამომცემელი მაქსიმე ვალიაშვილი და საფურთალოზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მომლოცველთა ჯგუფის ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო ბზვანელი იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები. დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულდა. მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყავით. ვფიქრობ, რომ საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა. მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ. გეგინემის წერზე სოფიო კუჭავა თქვენთან ერთად ვიყავით. გემშვიდობებით, კეთილი სურვილი. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ხვალამდე.